მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რატომ გააქირავა ასპინძის მერიამ 2022-2024 წლებში 11 მუნიციპალური ქონება აუქციონზე გატანის გარეშე. მერიაში ამბობენ, რომ 43 კვადრატული მეტრის შენობა სამ ფიზიკურ პირზე 2016 წლიდან ქირავდება და აკმაყოფილებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს. უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში მოთხოვნის მიუხედავად არ არის დაკონკრეტებული თუ რა ტიპის ქონებაა გაქირავებული, რა დანიშნულება აქვს და ვინ არიან მოიჯარეები. ასევე მუნიციპალურ ორგანოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები მუნიციპალიტეტმა უკვე გაითვალისწინა. საუბარია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც 2022-2024 წლებში ასპინძის მერიამ 11 მუნიციპალური უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით აუქციონის გარეშე გააქირავა, ხოლო მხოლოდ ერთი ელექტრონული აუქციონის გზით. აუდიტის დასკვნის მიხედვით მუნიციპალიტეტი გაქირავებული ქონებიდან წლიურად დაახლოებით 3600 ლარის შემოსავალს იღებდა. რატომ არ ასახა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ გამოთხოვილ ინფორმაციაში 2024 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევა, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააგენტოში განმარტავენ, რომ ქალს სავარაუდოდ ცოფით მკვდარ საკუთარ ძაღლთან ჰქონდა შეხება, რომელიც 2024 წლის თებერვალში მოკვდა, ხოლო ქალს სიმპტომები შემთხვევიდან 7 თვეში გამოუვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ შემთხვევის შემდეგ ძაღლის ნეშთი ლაბორატორიაში გაგზავნეს, თუმცა შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან ცხოველს თავის ქალაში ტვინი აღარ ჰქონდა. ფატალური შემთხვევა ამბროლაურში 2024 წლის აგვისტოში მოხდა. როგორც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თებერვალში ქალს თავის ძაღლთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც მოკვდა. ქალს კი სიმპტომები 7 თვის შემდეგ 6 აგვისტოს გამოუვლინდა, ხოლო კლინიკას 11 აგვისტოს მიაკითხა და იმავე დღეს გარდაიცვალა. ეს არ არის ერთადერთი განსხვავება, რომელიც სააგენტომ ჩვენს მოწოდებულ სტატისტიკაში დაუშვა. სააგენტომ მოგწერა, რომ წელს გარეულ ცხოველში ცოფი არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც 8 აპრილს უწყებაში დაწერეს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში ცოფი მელას დაუდასტურდა, რომელიც 4 ძაღლმა დაკბინა და რომლის შედეგადაც ქალაქ წალკაში კარანტინი გამოცხადდა. ამ უკანასკნელ ცდომილებასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი შეკითხვების შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ შეეშალათ. ვალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 2 პირი უკანონო საზღვრის კვეთაზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, უწყებიდან პასუხის მიღებას ველოდებით. დააკავეს უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში 10,000 დოლარის და 350 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა. წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საგამოძიებო უწყებამ უკვე სრულად ამოიღო ყალბი კუპიურები, რალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 და ნაწლამდე პატიმრობა ემუქრება. სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ ტყით-სარგებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა აპრილში. ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყით-სარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს. უმეტესობა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო ნაწილი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. ამავე წყაროს ცნობით ამოღებულია 254 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. რამოდენიმე შემთხვევა კი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.
ახალციხეში ეგრეთ წოდებული რაბათის ციხეზე 10 მაისს ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას ქართული ხმები მიიღებს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 15,000 ლარი დაუჯდება. მუნიციპალიტეტმა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვის დასადასტურებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და ღონისძიების ანონსი სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. ასევე მერიის ცნობით ღონისძიებაზე დაუკრავს DJ გიგა პაპასკირი. რამდენ ლარს გადაუხდის მერია DJ-ს? უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.